მოგესალმებით, აგარი შაქრის კომპანიის თანამშრომლები იძულებული გავხდით მიგვემართა პროტესტის ამ ფორმისთვის, როგორსაც ახლა თქვენ ასახავთ. ყოველ წელიწადს აგარი შაქრის კომპანიის თანამშრომლები მუშაობას ვიწყებთ სადღაც აპრილი და მაისის თვეში და ხელშეკრულება გვიმთავრდება დეკემბრის ბოლოს. დეკემბრის ბოლოს ყოველთვის კანონის მიხედვით იყო, როცა სახში გვიშვებენ მინიმუმ 3 თვიან უფასო შვებულებაში, ბონუსად გვერიცხებოდა ხელშეკრულების დამთავრების შემდეგ 1 თვის ხელფასი. წელს ამაზე უარი განაცხადა შაქრის კომპანიის ხელმძღვანელობამ და ეს ყველაფერი გამოგვიცხადა 24 დეკემბერს, რომ დრო არ გვეყოს ჩვენი პროტესტი რაღაც სისრულეში მოვიყვანო და დაგვიკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები. ჩვენი მოთხოვნებია კანონის შესაბამისად, როგორც იყო წლების მანძილზე. დაგვიმატონ ზედმეტი 1 თვის ხელფასი ხელშეკრულების გასვლიდან და გვამუშაონ ჩვენი დაბალხელფასიანი ხალხი, რომლებიც 3 თვე მინიმუმ სახში ვზივართ, აუცილებლად უნდა მოგცენ კომპენსაცია რაღაცა პროცენტის ოდენობით. ყველას თანაბრად საარსებო მინიმუმი გინდაც, ვიდრე კომპანია ახალი სეზონიდან გაეშვება. და ამ სისრულეში სანამ არ მოვა ჩვენი მოთხოვნები, ქარხნის დირექცია ვერაფერს ვერ გახდება მუშების წინააღმდეგ, არც ერთი ტომარა შაქარის რეალიზების უფლებას არ მივცემთ. ეს არის ჩვენი საბოლოო სიტყვა და ადამიანურად და ყველანაირად კანონის მიხედვით უნდა შეასრულოს კომპანიამ თავისი ვალდებულება და დაპირება, რომელიც მუშას ასე დაბალხელფასიან მუშებს ასე სასიცოცხლოდ ჭირდება გაჩერების წინ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კომპანიის მესვეურებს სახელმწიფო უწევს თანადგომას, სუბსიდირებას უკეთებს, ძალიან ბევრ შეღავათებს უკეთებს, ეს ყველაფერი არ მოდის მუშებამდე. ეს შეღავათი არ აისახება არც მუშის ხელფასზე, არც მუშის დანამატზე. ამიტომ თუ შესაძლებელი იქნება, თუ ეს ბიზნესი მომგებიანი არ არის და ამის გულისთვის 7 თვე გვამუშავებენ მთელი წლის მანძილზე, რაღაცა საშველი დაადგეს მთავრობის მხრიდან იყოს მოლაპარაკებები, ან გამოისყიდოს ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი სახელმწიფომ, რომ დაბა არ დაიცალოს და ეს 90 წლის ქარხანა, რომელიც ჯერ კიდევ ფეხზე დგას და ასეთ დოულats უშვებს, პირველადი მოხმარების პროდუქტს უშვებს საქართველოსის ასეთ მნიშვნელობას, არ დაიხუროს და ასეთი სპეციალისტები სახში არ წავიდნენ და არ დაიცალოს დაბა მოსახლეობისგან, იმიტომ რომ მთელი დაბა არა, გარშემო გვერდზე სოფლებიდანაც დასაქმებულები არიან ჩვენთან და არ შეიძლება უბრალოდ სიცოცხლის უნარს დაკარგავს მთელი დაბა, არა მარტო ვინც აქ მუშაობს, მთელი ყველა პატარა მაღაზია თუ რაც არის განლაგებული ჩვენს დაბაში. ამიტომ რეაგირებას მოვითხოვთ მთავრობისგან, რომ დაელაპარაკონ ქარხნის მესვეურებს და თავისი მოვალეობები და უფლებები კარგად შეახსენონ, რომ მუშებს ამ დაბალხელფასიან მუშებს მაინც ასე ნუ გაგვიხდიან ყოველ საახალწლოდ ვედრების მოვდივართ ხელშეკრულებებზე ვაწერთ ხელს, მონობის ხელშეკრულებაზე ვაწერთ, სხვა გზა არა გვაქვს. და ამიტომ ვთხოვ, რომ რაღაცა ღონისძიებას მიმართონ, რომ ჩვენი მოთხოვნები, რომ ეს ქარხანა არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება რომ გაჩერდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთი პროდუქტის წარმოებელი ქარხნის გაჩერება. და ვთხოვთ მთავრობას, რომ ჩაერიოს ამ კომპანიის საქმეში და ან გამოისყიდოს თვითონ და ამუშაოს ეს მუშახელი, რომ ერთი რაღაცა სახელმწიფოს კონდეს საკუთარი ნაწარმოები პროდუქტი, საკუთარი წარმოებისა. მთელი სახელმწიფო დგას უბრალო მშრომელი ადამიანის მხრებზე. სხვანაირად არ გამოდის. ხო და ამიტომ ყველა მუშას, ჩვენნაირ მუშას, ვინც დოულats ქმნის და ვინც ყველას თანადგომას უცხადებს ჩვენი შაქრის კომპანია და იქნება როდესმე გამოსწორდეს ისე, რომ სახელმწიფოში რაღაცა საშუალო ფენა შეიქმნას და ასეთი სიღატაკე, რომელშიც აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს, აღმოიფხრას, რომ როგორღაც საქართველოს ფეხზე დადგეს. ეს ფეხზე დადგომა მარტო ჩვენნაირი მუშების და ჩვენნაირი მშრომელი ხალხის ხარჯზე თუ მოხდება, სხვა არაფერი. ამიტომ თანადგომას უცხადებთ ყველას, ვინც ჩვენნაირად ესე იბრძვის ყოველი თვე, როგორღაც რო ირჩინოს თავი.